რომ ვიცი წარსულია, თუმცა ალბათ ელოდებოდი ჩეხეთთან იმ მომენტის შემდეგ შანსი როცა გექნებოდა შანსი კვლავ რომ საქართველოს საკრებისთვის გაგეტანა ეს გოლი შეთვის ატარებდა თუ რამე დამატებითი ხასიათის ემოციური. იცი რა არის სანაკრებო გოლი საერთოდ განსხვავდება საპირმო გოლისგან რა და უფრო ორმაგი ემოციაა, უფრო ორმაგად ბედნიერი ხარ, როცა შენი საქართველოს სახელით გოლს იტან და ასე რომ აუც რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერია. ანუ აპიეფო ბევრჯერ უყურო გამეორებით. რამოდენიმეჯერ შევხედა. შენ ძალიან შორი დისტანციიდან გადიხარ, შენთვის რამდენად მარტივი ადაპტაციისთვის რა პერიოდი გჭირდება თუ შეიჩვიე უკვე? მივეჩვი. ანუ რა თქმა უნდა რთულია ხა. ვერ მოვიტყუები ადვილია, მაგრამ მართლა მივეჩვიე, იმიტომ რომ ეს პირველი გამოძახება არ არის, რა თქმა უნდა და ეს პირველი ჩამოსვლა არ არის. მაგაშიც გამოსtildeება უნდა მიიღო რა და უფრო სხვანაირად მივუდგები შემდეგ ვარჯიშებს და თამაშებს. ოთხი გოლი გაიტანე ნაკრებში. განსაკუთრებული თავით დატანილი გოლის გამო რამე გამორჩეული ხო არ არის ეს გუნდს? ყველა გოლი გამორჩეულია ნაკრებში. რავი, ვერ განვასხვავებ რომელიმეს. არ ვიცი, თავით თუ ფეხით, რავი. სულ ერთია შემდეგი რომელიც იქნება.